უმადურობა როგორც წინამავები ასავლიან, გულის კარს და კეთავსა და ვერც ღმერთს მიიღებს ის გული და ვეღარც მოყვას ვეღარ მიიღებს. ესეთი ადამიანი მხოლოდ არის საკუთარ სიამოვნებაზე მიწიან, სიამოვნებაზე ორიენტირებული. მას სხვა აღარაფერი ინტერესი აღარ აქვს. როდესაც ადამიანი არის უმადური, როგორ შეიძლება რომ განვასხვაოთ, ხო? მადლიერი და უმადლოა. მადლიერი ადამიანი უფას ყველაფერში მადლობს, თუნდაც რომ ჰაერს უნთქავს, თუნდაც რომ წყალს სვავს, თუნდაც რომ საზრდოს იღებს, თუნდაც წარმატებას თუ სამსახურში მნიშვნელობა არ აქვს, ყველაფერზე უფას მადლობს. მაგრამ უმადური ადამიანი თვლის იმას, რომ ის ღირსია და იმიტომ სამსახურში ძალიან მაგარი კაცი იყო და იმდა დააწინაურეს. ხელფასიც იმიტომ აიღო, რომ კარგად მუშაობდა და ასე შემდეგ. აი ამ დროს ადამიანს აუწყდება ის, რომ ნებისმიერი წყალობის მომცემი არის უფალი. თუ შენ ღმერთისმა არ მოგცა ის მადლი და წყალობა, ვერაფერს ვერ მიიღებ, შემოწმება, ვერც იმუშავებ, ვერც ხელფასს, ვერც ჯანმრთელობით. ყველაფერი შეუძლებელი იქნება, თუ კი უფალმა არ გაიღო ეს მოწყალება.